ურეკავთ ციცინო შურღაიას, პირველი დავიწყოთ რაც ახასახში გადავიდა 200 კვადრატულში როგორი წაბლატავებულია. მეგონი ჩვენი გადაცემის მე წაბლატავდა უფრო. Алло. ციცო გამარჯობა, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ, გიორგი და თამაზან როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად, ციცო, ესე იგი შენ გარშემო არის ძალიან დიდი ამბავი ატეხილი, ნუ შრიალებ. შენი გადაცემა სტუმრად რო გოგოლა კალანდაძე შენთან რო იყო სახში სტუმრად, სტუმრად რო იყო, მაშინ განაცხადე შენ ამ გადაცემაში, რასაც დიდი ამბავია მოყოლილი, რომ არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდაო. სიგამხრივ არის ჯანმრთელობაო, რასაც მოყვა მთელი ამბები. ხო და ეხა მითხარი შენ ამ ამბავს ნანოფ რო გააჟღერე, არ ნანოფ რო გააჟღერე? არა. მეორე, არასოდეს ინტელიგენტი ადამიანი მსუქანი არ ყოფილა. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ტოლსტოის სიტყვები, ეს სიტყვები არის ბევრი. ტოლსტოი შეიძლება დეგენერატი იყო, ხა, ციცო და ძალიან ბევრი ადამიანი და ახლა რატომ ხონდა მკითხო, რატომ არ შეიძლება იყოს. თუ ადამიანი არის ინტელექტუალური, თუმცა ინტელექტუალური და ინტელიგენტი ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. რით განსხვავდება, იცი? ინტელექტუალი ადამიანი არის ანალიზატორული წვინის, რომელიც თქვა დისერტაციებს წერს, მაგრამ შეიძლება სულ არ იყოს ინტელიგენტი, ანუ არ კონდეს ისეთი ქცევები. ხო, მაგრამ ციცო რა მითხარი, იცი? ჩემ გარშემო მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც შენ მე კომენტარი გააკეთე კიდევ ქვემოთ ამ ნიუსის ქვემოთ, რომ განათლება და ინტელექტი სხვადასხვა რამეა. ინტელექტუალური ადამიანმა იცის, რომ ღორივით არ უნდა ჭამოს და რომ სიმსუქნე ქრონიკული შეუქცევადი დაავადება და ასე შემდეგ. მე მყავს მეგობრები, რომლებიც მაგალითად არ ჭამენ ღორივით, მაგრამ წონის სხვადასხვა პრობლემები აქვთ. და ეს ხომ ადამიანებს მომისვენებაში ამ ადამიანებს უნდა იყოთ ინტელექტი, რომ წავიდნენ ექიმთან და გაარკვიონ, აქ უამრავი თანხებითაც არის დაკავშირებული. და ვისაც არ აქვს ფინანსური გადაუწყვეტელი პრობლემა სიმსუქნე, არსებობს უამრავი საშუალება. გავიგე ციცო, მაგრამ ვისაც არ აქვს ფინანსური მაგალითად მხარდაჭერა, ან არ აქვს ოჯახში ფინანსები იმისა, რომ წავიდნენ და ეს ყველაფერი ჩაიტარონ გამოკვლევები და ასე შემდეგ, ანუ ინტელექტუალურად ესენი იქნებიან ზუსტად ის იშვიათი გამონაკლისები, რომელიც მე ვთქვი. ანუ ესენი არიან ის იშვიათი გამონაკლისი და ეს არ არის იშვიათი გამონაკლისი, ეს ძალიან ბევრი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია. არა. კი. მოიცადე რა, თუ მეკითხები უნდა გიპასუხო. ხო, იმის კულტურა უნდა გქონდეს, რომ გაარკვიო ჭარბი, წონა რა. მე თვითონ მიკროქირურგი ვარ და ჩემი ხელებით მაქვს ამოღებული ათეროსკლეროზული ბლაშკები, არ ვიცი ქართულად როგორ არის, სისდავრთა კედლი და ფოლაქები ვით ჩდება ეს. კაი, ციცო და რა მითხარ, იცი? შენ ექიმთან კონსულტაცია რა ღირს, იცი? ხო რა, არ ვიცი.